დილა მშვიდობის პროფესია ეს ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი არჩევანია. მისი სწორედ შერჩევა ხომ თქვენ მომავალ ცხოვრებასთან პირდაპირ კავშირში. გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რა გზას გაჰყვეთ. მაშინ მომისმინეთ და მე გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ვერძებო თქვენ მშვენივრად იმუშავებთ ვულკანის კრატერის მიმდებარე ტერიტორიებზე. ლავის დამხვედრებად. ასევე მოგიხდება დიდ სასტუმროში ბუხრის დამთების ან რესტორნებში მწვადის შემწველის თანამდებობა. კურორტებისთვის საუკეთესოა სასოფლო სამეურნეო საქმიანობა, სადაც თავს მშვიდად ბუნების ნაწილად და ამავე დროს შემომქმედად იგრძნობენ. თქვენი პროფესია ასევე შეფკულინარობა. საკვები ობიექტების ქსელის დირექტორობა და ფუნთუშეულობის დეგუსტატორობა. ტყუპებს ერთ ადგილას ვერცერთ ოფისში აჩერებენ, ამიტომაც მათთვის ჯერ კიდევ უძველეს ხანაში შეიქმნა პროფესია სახელად ჟურნალისტი. მაშინ გაზეთებიც არ არსებობდა და ინფორმაცია აწყვეტილი ტყუპების მიერ ადგილიდან ადგილას სირბილი და ენის გაუჩერებლობით ვრცელდებოდა. რომასწორეთ! აღარ შემიძლია ასტროლოგიას ნუ ეხუმრებით. კირჩხიბებისთვის შესაფერისია ნებისმიერი პროფესია, რომელიც საკვებს ან ბავშვებს უკავშირდება. როგორც წესი, ქალი კირჩხიბების უმრავლესობა დიასახლისობას ამჯობინებს. მამაკაცები კი საკვებთან დაკავშირებულ ბიზნესში არიან ხოლმე ჩართული. რა პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს არჩეული ლომს, მან თეატრის გვერდით არ უნდა ჩაიაროს. თორემ მაშინვე ხელს სტაცებენ და სცენაზე დააყენებენ ოტელო. სახიობობა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მათთვის. ლომი თვითნაბადი რესურსია თეატრალურ თუ კინომსახიობთა სივრცეში, რომელსაც სანთლი ძებნა არ სჭირდება, მაგრამ ვერც ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. კომპიუტერთან ჯდომა და კაკუნი. ადრე ასე ისხდნენ და აკაკუნებდნენ საბეჭდ მანქანებზე ქალწულები. კიდევ უყვარდათ სატელეფონო სადგურებში მუშაობა და შემომავალი ზარების ზედმიწევნის სიზუსტით ზეპირად გადმოერთება. მოკლედ უყვართ ტანჯვა და რაღაცების ზედმიწევნით სიზუსტით კეთება. ერთს გაგინახეთ და გეტყვით, რომ კონკია ქალწული იყო. ულამაზესი და უნაზესი არსება კონკია. ხური არ მიგდოთ ხანდახან. ჩემთვის გავშტერდები ხოლმე წავალ ხოლმე სხვა სამყაროში. სასწორების საუკეთესო მოსამართლეები არიან. ძველ დროში იყვნენ საქონლის კარგი ამწონებიც. განსაკუთრებით სიზუსტით კი გასაყიდად გამზადებულ ცოცხალ შინაურ ცხოველებს და პურის მარცვალს წონებდნენ. მორიელებისგან კარგი სამართალდამცავები, ფინანსების მომძიებლები და მებრძოლები იზრდებიან. მეფე დავით აღმაშენებელი თავის რაზმის პირველ რიგებში ყოველთვის ამ ნიშნის წარმოადგენლებს აყენებდა, როგორც ყველაზე მებრძოლი და უდრეკი სულის მქონეებს. დიახ, დავითმა საკმაოდ კარგად იცოდა ასტროლოგია და ამიტომაც აღწევდა საყოველთაო წარმატებას. მფრინავობა და ბორტგამცილებლობა მშვიდოსნებისთვის მოიფიქრეს. მათ მიწაზე ვეღარ აკავებდნენ და ჰაერში გაშვებით დააკმაყოფილეს. მშვიდოსნების პროფესიაა მონადირეობაც. ბედი განსაკუთრებით მაშინ უმართლებთ, დიახ, როდესაც შვილდით ნადირობენ. ნუ თუ სათუთი არ არის, პატარა შველი. მე ხო მელომანი ვარ გარდა იმისა, რომ ასტროლოგი. ხის გებო თქვენთვის არის ყველა პროფესია, რომელიც რთულ და მძიმე საქმედ ითვლება. თასველობის უმრავლესობაც თხის რქის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული. თქვენ ყველაფერში ნელა, ნაბიჯ მიიწევთ წარმატებისკენ და აუცილებლად აღწევთ დასახულ მიზანს. დავარია ბარიერებმა არ შეგაჩეროთ და უკან სვლა არ დაიწყოთ. მერწყულებს ისევ როგორც ტყუპებსა და სასწორებს სამყარო ბევრგან სასიარულო და კონტაქტების დასამყარებელ პროფესიებს არჩევინებს. ბრწყინვალე ტვინის შემჭმელი სარეკლამო აგენტები, სადაზღვევო აგენტები და უბრალოდ აგენტები. აგენტ ბონდ
James Bond. თევზებისთვის ნებისმიერი პროფესია კარგია, რომელიც რამენაირად უკავშირდება ხელოვნებასა და კულტურის სფეროს, რომელიც არ მოითხოვს ოფისში ჯდომას, სხვისი დირექტივების შესრულებას და ანგარიშის ჩაბარებას. უბრალოდ მიეცით მათ აკვარიუმი და საკვები ფულის სახით. დანარჩენი თვითონ იციან. თევზებო, აფარფატეთ ფარფლები. მეფე ვინ არის? გამომართი წიგნი.